საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები შემოდგომის ფესტივალისთვის ემზადებიან. რიგით მე-14 ღონისძიება გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დაფუძნების 16 წლის თავს ეძღვნება. ფესტივალში 500 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის სკოლაში აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. კონცერტზე შესრულდება ქორეოგრაფიული ნომრები და სიმღერები. ასევე მოსწავლეები ლექსებს აიკითხავენ. გიმნაზიის ეზოში ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხე. შეგახსენებთ, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში შემოდგომის ფესტივალი ყოველ წელს იმართება. ამ დღეს თითოეული კლასი ცდილობს ღონისძიებაზე გამორჩეული იყოს. ფესტივალი წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 25 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. მიმდინარეობს სამზადისი შემოდგომის ფესტივალისათვის. შემოდგომის ფესტივალი დაფუძნდა 2012 წელს მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. გიმნაზია კი ასევე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა 2009 წელს. თავდაპირველად ერთი ქოლგის ქვეშ იყო ზოგადი სკოლა, ხელოვნების მიმართულება, სახელოვნებო მიმართულება და პროფესიული პროგრამები. ხოლო 2020 წელს ასევე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით 3 იურიდიულ პირად გაიყო ეს საგანმანათლებლო დაწესებულება და გიმნაზია, სკოლა-გიმნაზია, ხელოვნების სკოლა და პროფესიული კოლეჯი ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდნენ. მე-14 ტარდება წელს შემოდგომის ფესტივალი. ეს არის მართლაც სკოლის ავიზიტო ბარათი, ეს არის დიდი ზეიმის სკოლისათვის, რომელშიც ჩართულია ყველა მოსწავლე, ყველა პედაგოგი, ყველა თანამშრომელი, ასევე მშობლები. ჩვენი მოსწავლეები წარმოადგენენ საქართველოს ყველა კუთხეს. შემოდგომის პეიზაჟები იქნება აქ. ასევე იმ კუთხისათვის დამახასიათებელი ფოლკლორი, ადათ-წესები, ჩვენი ისტორია იქნება წარმოდგენილი, საქართველოს ისტორია. გვეყოლება უამრავი სტუმარი. ჩვენი გიმნაზია, სკოლა-გიმნაზია ერთ-ერთი წარმატებული გიმნაზია მთელ საგანმანათლებლო სივრცეში. უამრავი წარმატებები გვაქვს ჩვენ როგორც სასწავლო მიმართულებით, ასევე შემოქმედებითი თუ საოლიმპიადო მიმართულებით. ყოველწლიურად რამოდენიმე ოქროს მედალოსანი ამთავრებს სკოლას. თითქმის ყველა მოსწავლე ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მუსლიმანური აღსარებლობის ბავშვები სწავლობენ. არიან ფერეიდნიდან, ბავშვები ისტორიული ჰერეთიდან, არიან ეკომიგრანტები მაღალმთიანი რაიონებიდან, განსაკუთრებით აჭარიდან და ისინი ქართველი მუსულმანი ბავშვები და ქართველი ქრისტიანი ბავშვები მეგობრულად ცხოვრობენ ერთმანეთთან და განსხვავებული სარწმუნება მათ არ უშლის ხელს, რომ იმეგობრონ და უყარდეთ სამშობლო საქართველო. ჩვენი გამაერთიანებელი არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ჩვენი სკოლა აღნიშნავს შემოდგომის ზეიმს, ყოველწლიურად ბავშვებს ევალებათ სხვადასხვა საქართველოს კუთხეები, წარმოაჩინონ მით დამახასიათებელი ტრადიციებითა და კულტურით. ბავშვები გარდა ამ ცეკვა სიმღერის ათვისებისა, ასევე ეცნობიან ინფორმაციას ამ კუთხის შესახებ და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ღონისძიება არის თითოეული მოსწავლისთვის. კონკრეტულად ჩვენ მე-11 კლასი წარუდგენთ ხევსურეთს. ჩვენ დამუშავებული გვაქვს სხვადასხვა სიმღერები, ცეკვები, ასევე წარმოჩენილი იქნება ჩვენ კუთხეზე კერძები ხევსურული, კულტურის დამახასიათებელი ნივთები. უკვე მე-10 წელია მე ამ ფესტივალში მონაწილეობ. ჩემი კლასი წელს წარმოადგენს აფხაზეთს. ეს ფესტივალი 25-ში იქნება ძალიან საინტერესო. ჩვენი კლასი წარმოადგენს იმერეთს და ჩვენი კლასი ერთი კვირა უკვე ვემზადებით ამისთვის და სკოლა გვეხმარება, რომ ყველა კუთხე ძალიან კარგად გავიგოთ და შევისწავლოთ თითქმის ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2009 წელს ლოტკინის დასახლებაში დაარსდა. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი პროფესიულ და სახელოვნებო მიმართულებებით ეუფლებიან ხატწერას, ფერწერას, ქართულ ხალხურ სიმღერასა და ინსტრუმენტებს, ცეკვას, ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ფლეიტას. ასევე სწავლობენ თექასა და ტიხრული მინანქრის დამუშავებას.
ახალგაზრდებისთვის სამთვიანი უფასო სტაჟირების პროგრამა იწყება სახელწოდებით გახდი კულტურული მემკვიდრეობის ელჩი. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ახორციელებს. პროგრამა განკუთვნილია 18-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით ეს პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიური როლი შეასრულონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში. პროგრამის მონაწილეები ჩაერთვებიან კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში, კვლევით და შემოქმედებით პროექტებში. ასევე მონაწილეობას მიიღებენ თემატურ აქტივობებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამის იდეა გაგვიჩნდა იქიდან, რომ ჩვენ ჩავატარეთ ერთ-ერთი ინტელექტუალური კონკურსი, აღმოაჩინეთ დავით გარეჯი, სადაც დავითიანში ჩართულმა მოსწავლეებმა დაგეგმეს, განახორციელეს ეს კონკურსი და საკმაოდ დიდი ინტერესი მოყვა მათი მხრიდან. მივხვდით, რომ სწორედ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იყო ის საკითხი, რაც აინტერესებს ახალგაზრდებს და ამ მხრივ არ არის ძალიან ბევრი კონკურსი და არ ტარდება ძალიან ბევრი კონკურსი, ამიტომ ჩვენი საჭიროება დავინახეთ, რომ ჩართულიყავით ამ მიმართულებაში. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები, რომლებიც ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში, მიიღებენ ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას. ვაპირებთ, რომ მივიღოთ 100-მდე ახალგაზრდა. ჩვენთან ჩართულ ახალგაზრდებს, რომლებიც სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვებიან, დახვდებათ დავით ენის გამოცდილი გუნდი და ამავდროულად ჩვენ გეგმავთ ვითანამშრომლოთ ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან, ხელნაწერთა ინსტიტუტთან, მუზეუმებთან და კერძო სექტორთან, რომელიც ასევე ჩართულები იქნებიან მათი განვითარებისა და ცოდნის მიღების პროცესში. იტალიის ქალაქ ფლორენციაში ფრანკო ზეფირელის ფონდის დარბაზში ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო პირველად გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ლეჩსო თორაძის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს ოქროს ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანა თავის თავს მთელ მსოფლიოში. დავით თორაძის ხელოვნება და ის, რაც დღეს ფლორენციაში ხდებოდა ზოგადად ფრანკო ზეფირელის ფონდში, ეს იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ წავდექით უმაღლესი ხარისხის პროფესიული მუსიკით. ნამდვილად ჩვენი ოქროს ფონდი გამოვაფინეთ. საოცრება იყო საერთოდ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა ამ სცენაზე. დღეს სცენაზე იყვნენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, რომლებიც ქართულ კულტურას და ქართულ მუსიკას ემსახურებოდნენ. ჩვენ ვიყავით შესანიშნავი მუსიკოსის, თქვენს ქვეყანაში ცნობილი ვარსკვლავის დავით თორაძის სტუმრები. მე მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ნაწარმოებები და ძალიან ამაღელვა ორკესტრის ოსტატობამ და გუნდის ხარისხმა. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრა, რომელსაც ვაჩვენე ფონდის შენობა და ფრანკო ზეფირელის მუზეუმი. იმედი მაქვს, რომ მასთან და გიორგისთან ერთად ფრანკო ზეფირელის ერთ-ერთ ოპერას ჩამოვიტანთ თბილისში. ეს ჩემთვის დიდი ღონისძიება და შესანიშნავი გამოცდილებაა.